ბავშვობიდან მსურდა რომ ყოფილიყავი სცენაზე, ბავშვობიდანვე ვოცნებობდი რომ გამხდარიყავი მსახიობი და აი ეს ოცნება დღემდე რა თქმა უნდა თანმდევს და ამიტომაც ჩავაბარე თეატრალურ უნივერსიტეტში. მე ვარ ქრისტინე კაპანაძე, 20 წლის, ვსწავლობ საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტში დრამისა და პანტომიმის ფაკულტეტზე. წელს 2025 წელს გავხდი მესმა სტიპენდიანტი. ყოველთვის ჩართული ვარ უნივერსიტეტში დაგეგმილ და განხორციელებულ პროექტებში, საერთაშორისო ფესტივალებში, სხვადასხვა ღონისძიებებში, რადგან ვფიქრობ, რომ მუდმივი აქტიურობა და რა თქმა უნდა, ხელოვნების მიმართულებით ჩართულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და პირველ რიგში ძალიან სასიამოვნო ჩემთვის. რამდენიმე თვის წინ დამეკავშირდნენ უნივერსიტეტიდან მაცნობს რომ არსებობდა კულტურის და განვითარების ფონდი მესმა, რომელსაც სურდა რომ მათი სტიპენდიანტი გამხდარიყავი, ძალიან გამიხარდა და დღეს ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ აი ეს ჩემი შრომა, ენერგია და მუდმივი მზაობა იმისთვის რომ ვიყო წარმატებული ნაწილობრივ უკვე ახდა, რადგან ეს არის ერთგვარი წარმატება ჩემთვის და ძალიან მიხარია რომ საქართველოში არსებობს ასეთი ფონდები, რომლებიც ხელს უწყობენ ახალგაზრდებს, მათ განვითარებას და მათ წისვლას ნებისმიერ გზაზე. კულტურის განვითარების ფონდი მესმა იმიტომ არის გამორჩეული და განსაკუთრებული, რომ იგი არა მარტო ახალგაზრდებს უწყობს ხელს, არამედ ხელს უწყობს იმას, რომ თაობებს შორის მოხდეს ერთგვარი გადაკვეთა. ვფიქრობ, რომ კულტურის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან იგი ხელს უწყობს რა თქმა უნდა ქვეყნის განვითარებასაც. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ შევდგებ ესე წარმატებულ და კარგ მსახიობად, რომ ძალიან კარგად წარმოაჩინო ჩემი თავი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებებში, სპექტაკლებში, სცენაზე, ნებისმიერ ადგილას, სადაც ხელოვნება და კულტურა არსებობს.